მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას წარმატების გასაღები. მე მისი წამყვანი ქეთა ტრაპაიძე გახლავართ. დღეს დავარღვიეთ ყველანაირი გადაცემის ფორმატი და ზუსტად სცენაზე, თეატრის სცენაზე ვწერთ ამ სიუჟეტს და ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი გახლავთ ქალბატონი სოფო ფოცხლერაშვილი, რომელიც არის მწერალი 10 წიგნის ავტორი და პირველ რიგში მინდათ გითხრათ, რომ ეს ქალბატონი არის ემიგრანტი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, სიამოვნებით. და მინდა რომ გაგიცნოთ თქვენ კიდევ ერთხელ ხალხმა და მოყვეთ თქვენ შესახებ. როგორ გითხრათ, წერა დავიწყე საზღვარგარეთ, აქ არ წერდი. 30 წელია ვცხოვრობ უთხოვეთში, შვეიცარიაში. იქ დავიწყე ჯერ ნოსტალგიური ლექსების და მერე პირიქით საბავშვო პროგრამაზე გადავერთე ლექსები, მოთხრობები, რასაც სიამოვნებით და სიხარულით ვასრულებ პატარებისთვის. ვარ 10 წიგნის ავტორი. ჯერჯერობით. თუ სამყარო დამაცდის, შეიძლება გავაკეთო. შევეხოთ ცოტა ძიმე თემას, ეს არის ემიგრანტობა. თქვენთვის რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯი ის, რომ გახდით ემიგრანტი? ეხლაც ძალიან წარეთ გამახსენდა პირველი ნაბიჯები ემიგრაციაში. ალბათ არავის გაუკვირდება რომ ვიტყვი, რომ ყველასთვის ურთულესია, რაც არ უნდა კარგი პირობებით წავიდეს პირველი ნაბიჯები მაინც რთულია. მით უმეტეს ალბათ ოჯახით ერთი თავით ადამიანი თავის თავს რაღაცნაირად სადღაც გაიტანს, მაგრამ როცა პატარა ბავშვებით ხარ წასული და ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ, მეუღლე და მე ვიყავით, მაგრამ მაინც რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ავეწყეთ და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის გადავლახეთ, უკვე დიდი ხანია გადავლახეთ. მაგრამ მაინც რთულია აქედან მოწყვეტილობა. მაინტერესებს, როდის დაიწყეთ ეს თქვენი შემოქმედება? შემოქმედება დავიწყე, იცით რა, ჯერ ჩემთვის წერდი სახლში ჩუმად, მეუღლე იყო ალბათ. ერთმანეთს ვუმალავდით, ვერც მე ვეუბნებოდი, არც ის არ ვეხსნებოდით ერთმანეთს და ჩუმად წერდი ჩემთვის ნოსტალგიურ ლექსებს და მე რატომღაც მირჩიეს მეგობრებმა, რომ გამომეტანა, დამებეჭდა და გამომეტანა და დავბეჭდეთ საქართველოში ნოსტალგია, თითქმის ყველაფერ თემას ეხება, მაგრამ მაინც ნოსტალგიური ხასიათისაა და მე უკვე გადავერთე კარგ თემაზე. თქვენ შემოქმედება საქართველოს სიყვარულს უძღვნით? რასაკვირველია, ალბათ პირველი ეს იყო და ეხლაც არ შემიძლია აუღელვებლად ამ თემაზე ვილაპარაკო. თითქოს აი იმ მაგ ლექსების, მაგ ნოსტალგიური ლექსების წერის დროს თითქოს მოვტიროდი საქართველოს შველა მინდოდა. ეხლა მოდი სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ და გადავერთოთ რა თქმა უნდა და შევეხოთ რაღაც სიყვარულის თემას, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ თემა. როგორია თქვენი თავი, როგორ წარმოგიდგენიათ უბრალოდ თქვენი თავი შეყვარებული? ხო, მეუღლე ყავთ, გიყვართ, რა თქმა უნდა, სიყვარული ხო ყოველთვის დაუსრულებელია. სიყვარული დაუსრულებელია, გავნელებელია და ჩემთვის ასე დარჩა, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე აღარ არის ცოცხალი, გარდაიცვალა იქ, ციურიხშია და დასაფლავებული და მის მერე ჩემთვის საერთოდ სიყვარული გვაცოცხლებს, მაგრამ ის რაც მეუღლეს და შეყვარებულს შეეხება, ეს სიყვარული ხო თავისთავად ჩემთვის უკვე ასაკის გამოც. და რას გაიხსენებდით სასიამოვნო მომენტს თქვენ და თქვენს მეუღლეს შორის იმ დროს, როდესაც ის ცოცხალი იყო? იცით რა, სანამ აქ ვიყავით, შეიძლება იმდენად ვერა, მაგრამ ჩვენ იქ ერთმანეთს ამ სიყვარულით გადავატარინეთ ის წლები, სანამ ცოცხალი იყო. ერთმანეთს გვერდში ვედებით, მაპატიეთ ის ცოტა.
ბოდიში ცოტა თამაში ავახმარებდით. და მინდა სიყვარულმა გადაგვატანინა ჩვენი წლები და მე თავისთავად ძლიერია. კიდევ ახალი წიგნი დავიჭდეთ. და რომ მითხრათ პრეზენტაციაც გქონდათ, ხო? თუ არ ვხდები. და რომ მომიყვეთ ამ წიგნის შესახებ. ეს წიგნი ეხება არის კოსმოსელი მეგობრები. ესე იგი, დედამიწელი ბავშვები და უცხო პლანეტელების შემთხვევით ერთმანეთს ეცნობიან, მერე მეგობრდებიან, მერე მშობლები, მერე მეცნიერების დონეზე და იმ ხელათი მეგობრდებიან, რომ უცხო პლანეტელები ჩვენ მეგობრულად ხელს გვიწვიან, რომ დედამიწა გადაარჩინონ, ლაპარაკია აქ მეგობრობაზე, სიყვარულზე, ჰუმანიზმზე. საინტერესოა, მოთხრით რა ვიცი. ყველანაირი თემაზე თითქოს მქონდა დაწერილი ლექსი, საბავშვო ლექსები, მოთხრობები, ეს უფროსებისთვის ეს ნოსტალგიური თუ სიყვარული თუ სამშობლო, შვილი, დედა ყველაფერზე. და რატომღაც მაინც უკმაყოფილების გრძნობა მრჩებოდა, აი რაღაცის გაკეთება მინდოდა, რის არ ვიცი. თავისთავად უცბად მოვიდა ეს თემა მე მაინტერესებს ძალიან, იცით, აი სადმე ეწერა, სადაც რამეს გავიგებდი, რატომღაც ყველაფერს ვაცოცხლებდი ჩემთვის და აი მოვიდა ეს რომ მოდი ახლა ეს დავწერო. ჯერ დავიწყე პატარეთ პირველი ნაწილი, მერე გავაგრძელე მეორე ნაწილი, მერე ერთად შევკარი და დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მგონი კარგი გასართობია. რა არის თქვენი ოცნება? ჩემი ოცნება არის ჩემი შემოქმედების ბავშვებამდე მიტანა. ყველასთან ვერ მიმაქვს. იცით, მე რამოდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ საზღვარგარეთ სიარული ჩემი წიგნების გატანა. მაშინ რაც მქონდა 3-4 წიგნი მქონდა და ყველა ქვეყანაში ქართული სათვისტომოების მიერ მოწყობილ საღამოებზე ჩავდიოდით, ამ საღამოებს მართავდნენ და ჩვენ წიგნები ჩაგქონდა საჩუქრად და თვითოეულ ქართველ ბავშვს ემიგრანტს ვჩუქნიდით ამას. მე მათი სახეები არც დამავიწყდება და ისეთი აღფრთოვანებულები რომ ელოდებოდნენ, მეც მინდა, ეხლა მე მშობლები რომ წერდნენ, რომ იცით ბავშვებმა, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ, დაინტერესდნენ იქ რა ეწერა, დაინტერესდნენ როგორ მიდიოდა ქართული თვლა, ეს რა ასო იყო. აი ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება, მივიტანე. მე ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ ვფიქრობთ ისევ გავაგრძელოთ, რომელ ქვეყანაშიც არ ყოფილვართ, გავაგრძელოთ და ჩემი მიზანია და ჩემი ოცნება და სურვილია, რომ თვითონ საქართველოშივე ბავშვებმა გაიცნონ ეს საინტერესო თემები. ყველა ისეთი სახალისო ლექსებია, რომ მე თვითოეულ ლექსში სახელი ჩავდე სხვადასხვა. რომ ყველა ბავშვი ვინც წაიკითხავდა და ვისაც წაუკითხავდნენ, ეთქვა რომ ვა, ჩემზე დაუწერიოთ და რა კარგია ეს ლექსი. მოდი ამას ვისწავლოთ. და აი ეს არის ჩემი ოცნება, რომ ბავშვები გავახარო. ეს ქვეყანაში რეალიზაცია ჭირს წიგნების და ამასთან დაკავშირებით რას მეტყოდით? რეალიზაციაზე რა გითხრათ? რეალიზაცია ძალიან მიჭირს. უბრალოდ ვერ გამაქვს. მე ისე ცოტა ხნით ჩამოვდივარ, ვერ მივაგენი იმ მაღაზიას, იმ კომპანიას, იმ დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომლებიც თავიანთი სურვილით გაიტანენ და გაყიდიან და მე მარტო ეს არ შემიძლია და რატომღაც დასანანია, იმიტომ რომ არა რომ ჩემია, დასანანია რომ ეს მასალა არ მიდის პატარებთან. ძალიან ნელა და ძალიან ესე თითო-თითო. მაქსიმალურად ვეცდები თქვენ რადგან ჩემს გადაცემაში მოხვედით, თქვენი წიგნების რეალიზაცია მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა. ამაში მაქსიმალურად დამიჯერეთ, რომ დაგეხმარებით, გვერდით მეგობრებთ. უღრმესი მადლობა. და ერთად გავიტანოთ ბავშვებთან. მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ, იმიტომ რომ მართლაც სასიამოვნო უნიჭერესი ქალბატონი ბრძანდებით. მადლობა. და მინდა რომ თქვენნაირი ქალბატონები
ძალიან ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში და პირველ რიგში ის რომ თქვენ ხართ ემიგრანტი და ჩვენს გადაცემას უყურებს ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალბატონი და ყოველს მინდა ვუსურვოთ დიდი წარმატება თავის სფეროში. ღმერთმა გაგიმარჯო თქვენ, ღმერთმა გაუმარჯო საქართველოს და ქართველ ბავშვებს და მე ყველას და კარგ საქმეს. კარგ საქმეს გისურვებთ ყველას, ყველა ოჯახს და ყველა პატარას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გმადლობ თქვენ რომ მოგბრძანდით ჩემს გადაცემაში. დიდი მადლობა. ჩემი სტუმარი იყო დღეს ქალბატონი სოფო ფოცხერაშვილი. დღევანდელმა სტუმარმა მომცა იმის იდეა, რომ დავიწყოთ აქცია იყიდეთ და აჩუქეთ სხვას. მინდა გითხრათ პირველ რიგში ჩემს მეგობრებს მინდა მივმართა, რომ ამ ემიგრანტი ქალბატონის წიგნები, საბავშვო წიგნები შეიძინოთ და აჩუქოთ თქვენს უსაყვარლეს პატარებს, ვინც ყავთ ირგვლივ. და მინდა ის რომ ეს ძალიან კარგი წიგნები გადავცეთ საოკუპაციო ზოლში მაცხოვრებელ ყველა ბავშვს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მოგიწოდებთ თქვენ პირველ რიგში. შეიძინეთ და აჩუქეთ სხვას.